კბილების გახეხვა არადომინანტური ხელით შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დაკვირვების თანახმად აღმოჩნდა, ის ააქტიურებს ტვინის ძლიერ პროცესებს, რომლებიც აუმჯობესებს კოგნიტურ ჯანმრთელობას. მაგალითად, თუ თქვენ ცაცია ხართ, გირჩევთ მარჯვენა ხელის გამოყენებას, ან პირიქით. ეს მარტივი მოქმედება აიძულებს ტვინს ადაპტირებას, აძლიერებს კოორდინაციას ორივე ნახევარსფეროს შორის და ხელს უწყობს ნეიროპლასტიურობას, ახალი ნეირონული კავშირების ჩამოყალიბების უნარს. ასეთი ორმაგი დავალების გამოწვევები აუმჯობესებს ყურადღებას, სამუშაო მეხსიერებას და გონებრივ მოქნილობას. დროთა განმავლობაში ტვინის ეს ვარჯიშები ხელს უწყობს ნაცრისფერი ნივთიერების შენარჩუნებას და ამცირებს კოგნიტური დაქვეითების რისკს. მცირე უცნობი მოძრაობების რეგულარული შესრულებით თქვენ ინარჩუნებთ თქვენს ტვინს აქტიურს, ადაპტირებას და მდგრადს. აი, ასეთი მარტივი მეთოდია, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ საკუთარი ტვინის გასაუმჯობესებლად.